მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბესო კობახიძესთან, რომელიც გახლავთ მხატვარი, მოქანდაკე, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი და ვისაუბრებთ მასთან მის შემოქმედებაზე და ზოგადად ხელოვნებაზე. ვესტუმრეთ ბესოს, რომელიც ამბობს, რომ ლაპარაკი არ უყვარს, სწორედ ამიტომ ქმნის ნამუშევრებს, რომელიც მის სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს. მოგვიყვება როგორია ხელოვანის ცხოვრება დიდი ქალაქიდან რეგიონში დაბრუნების შემდეგ და რას გამოხატავს მისი ქანდაკებების სახეებზე გამოხატული სევდა. ბესო, რომ მოგვიყოთ თქვენ თავზე პირველ რიგში თქვენს ბავშვობაზე და როგორ დამეგობრდით თქვენ და ხელოვნება? ბავშვობა რა, ალბათ აქ დავიბადე, აქ ვიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე. არ ვიცი, ბანალური პასუხებია ხოლმე, რომ ბავშვობი დავხატავ, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როდის დავიწყე და როდის შემიყვარდა. მაგრამ სუსტად მახსოვს, ეხლაც კი მერვე კლასში ვიყავი, როგორ დავწყვიტე, რომ მხოლოდ მხატვრობა უნდა ყოფილიყო ის გზა, რომელზედაც უნდა მივიდე. ანუ ალბათ მერვე კლასამდე ხატავდით და რა თქმა უნდა, ბავშვურად რაღაც. აი, რამე კონკრეტულმა ფაქტმა, რამე ამბავმა გადაგიწყვეტინა თუ უბრალოდ მივხვდით, რომ ეს საქმე ძალიან არა, უბრალოდ რაღაც, არა, გამომდიოდაც, არ ვიცი, უბრალოდ რაღაც მიყვარდა, რომ თავიდან რაღაც შემიყვარდა, ნელ-ნელა ხატვის გაკვეთილები რაღაც და რაღაც მივხვდი, რომ ჩემი იყო. ქანდაკება თავიდანვე თუ ეს მერე უკვე? არა, ქანდაკება ბოლო 12 წლის წინ დავიწყე. რაღაცა ერთბაშად მოვიდა რაღაც, უბრალოდ ჯერ მარიონეტები, თვითონ ტექნიკა მაინტერესებდა. და მე რამოდენიმე 25-მდე მარიონეტი გავაკეთე. მე მივხვდი, რომ ეხა მარიონეტებს თუ სპექტაკლებს არ გამოიყენებ, ეს მაინც მკვდარია რა. ვერ ცოცხლობენ ისე და მე გადავედი ქანდაკებებზე. და დაახლოებით 12 წელი ვაკეთები და ბოლო 2 წელია საერთოდ შევეშვი, ხელი აღარ მიხლია, უბრალოდ მინდა რაღაც გაკეთება, ოღონდ ჯერ ფიქრის პროცესში ვარ. აი, ნამუშევრები ძირითადად არა ტრადიციული მასალით. ხო, ალბათ ტრადიციულითაც, მაგრამ აი ეს გაზეთები არც ისეთი არის. ხო, ეს ქანდაკება ეგრეთ წოდებული პაპიამაშის ტექნიკა, paper, ხო, და ეხლა რო ვთქვა, რომ ჩემი აღმოჩენილია, არა, ეს ძალიან ცნობილი ტექნიკაა და უბრალოდ წეღარას გითხარი, რომ ეს სულ მაინტერესებდა რა, როგორ კეთდებოდა ეს მარიონეტი, მოძრაობა, როგორ შეიძლებოდა ამისი და ერთ დღესაც მეგობართან ვიყავ, რომელიც რეჟისორია პროფესიით. და რაღაცებს სულ ხელოვნებაზე ვსაუბრობდით და მე მეთხრა, რომ მეც რაღაც ძველი ნამუშევრები მაქვს ნახატები. და იქიდან 5-დან როალაგებ და უცებ თვალი მოვკარი, რომ მარიონეტი იყო იმისი გაკეთებული და მე პრინციპში ჩემი მეგობრისგან ვისწავლე. და მე მივყევი განვავითარე რაღაც. რაღაცნაირი სევდიანი კაცუნებია, რასაც ეხლა დავაკვირდი, ხო? ხო, სხვათა შორის, ხო, ნებისმიერი ვინც შემოდის და დახულობს, ყველა აღნიშნავს, ხო, რომ ყველა სევდიანია რაღაც და სულ ამბობ, რომ მე ვარ ეგეთი რა და ანუ თქვენ შინაგან ბუნებას გამოხატავთ. ხო, რა თქმა უნდა. რა არის ხელოვანი ადამიანის სათქმელი? ხო,
ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე და მიფიქრია და ეხლაც ალბათ ამიტომ მუშაობ, რომ რაღაც ვეცებ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი კითხვის დასმა ხელოვანისთვის. კითხვის დასმა კაცობრიობისთვის თუ თქვენი კითხვის დასმა ვინმეს მიმართ თუ აი რა თუ ნამუშევარი უნდა აჩენდეს კითხვას. ნამუშევარი უნდა აჩენდეს კითხვას კი. აი ის რომ მე მაგალითად ძალიან არ მომწონს როდესაც ამბობენ ой რა ლამაზი ეს არის ჩემთვის შოკი და ძალიან ცუდი ნათქვამი რაღაცა. როგორ შეიძლება ნამუშევარზე თქვა ლამაზია არ არის ანუ ის თუ არაფერს გაძლევს კითხვას არ გისვავს ფიქრს არ გამოიწვევს შენში და მინიმუმი სულ მინიმუმი რაღაც ემოციას ის ხელოვნება რა ვიცი ჩემთვის ხელოვნება არ არის. მკვდარია ხო რაღაცა არ არის ორგანული. ასე კი. შემდგომ ანუ ეს ნამუშევრები თქვით რომ სპონტანურად დაიწყეთ და შემდეგ უკვე რაღაცა გამოფენებში და მოუწია მონაწილეობის მიღება. ამაზეც რომ მოგვიყვეთ ხო? ჯერ რა არის ხელოვანი ადამიანისთვის გამოფენა? რა არის ეს ახლა კი მე ვამბობ რომ ახლა რაღაც ვზივარ ჩემთვის მუშაობ ვაკეთებ რაღაც ჩემი კონცეფცია მაქვს იმაზე ვფიქრობ მე რაღაც სერიები იქნება მაგრამ საბოლოოდ მაინც ის არის რომ დანიშნულება რომ ნახველამდე უნდა მივიდეს ხო იმაში უნდა გამოიწვიოს თუ ის წეღარათვი თუ ის კითხვის დასმა თუ ის ემოცია თუ და ჩემთვის კიდე მთავარი როგორც მხატვრისთვის და პროფესიონალისთვის ის არის რომ კოლეგები მოდიან ხელოვნებაცოდები მოდიან გალერისტები ნუ აფასებენ და ამ საქმის მწოდნი ადამიანების შეფასების მიღება ხო? და ანუ აი ესე მოხდა მე როგორც ვიცი ამერიკაშიც მოხდა თქვენი ნამუშევრები და სხვადასხვა კი სხვათა შორის ხო წარმოშობით რაჭველი ქალბატონი გახლავთ ნატაენოქეცე რომელმაც შემთხვევით ნახა სიუჟეტი რუსთავი ვერძე დათო ტურაშვილის საუბრობდა ჩემ ნამუშევარზე და შემთხვევით კალიფორნიაში უყურამ გადაცემას დაინტერესდა რომ ხა რაჭაში ჩემ მშობლიურ კუთხეში ვინ არის ესე და მე სხვათა შორის პირველი გამოფენა ამ ქალბატონმა მოვიწყო ეს თაოსნობით მოხდა ეს მე ნუ 6 გამოფენა მქონდა პერსონალური. ანუ მოთხოვნადი იყო და ინტერესი გამოიწვია საკმაოდ სერიოზული რადგან ამ ხო მე ბევრ ნამუშევარ თვითონ ამერიკაშიც გაიყიდა მე ვინც რამოდენიმე ნამუშევარი შეიძინა დაახლოებით 15-მდე თუ რაღაც თვითონ იმა გამოთქვა სურვილი რომ გამოფენა გაეკეთებინათ თვითონ ამერიკაში და იქაც შედგა მე უნდა რაღაც სხვადასხვა ქალაქებში მაგრამ თან პანდემიაც დაემთხვა რაღაც სიტუაცია ერია და თბილისში 6 გამოფენა მქონდა ეხლა სექტემბერში დაიხურა ბოლო გამოფენა აქ რაჭაშიც მქონდა ონში აბულაოში ცაგერში იყო კიდევ საუბარი კეულში უნდა გამართულიყო გამოფენა თითქმის ნამუშევრებიც გამზადებული იყო კონცეფცია ყველაფერი და ზუსტად აპრილის თვეში იყო დაგეგმილი და დაიწყო პანდემია ჩაიკეტა ყველაფერი ხო ამ ამბავმა ბევრი რამის შეუშალა ну აი საკმაოდ აქტიური მე ვიცი რომ თქვენ სამხატვრო აკადემიაშიც საქმიანობით ну ესეთი აქტიური ცხოვრებიდან გადაწყვეტეთ რომ გადმოსულიყავით თქვენ მშობლიურ კუთხეში აი ეს ამბავი რამ მოიტანა რა ხო თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი რაღაც რაჭაში წავალ ცოტა ხანი დავისვენებ და ცოტა ხანი დასვენება 15 წელია უკვე ხო რაღაც მე ოჯახური პირობების გამო იქ რაღაც სამსახურთან პრობლემები მქონდა ნუ წამოვედი და დავრჩე საბოლოოდ მე მგონი არ უნდა ნანებდეთ ხო ამ გადაწყვეტილებას არა სანანებელი არაფერი არ არის ხო ხა თუ რაღაც ისე მომენატრება რაღაც მჭკეპარსორობაში იყო და რაღაც გამოფენები სპექტაკლი თუ რაღაც მაინტერესებს მაშინ მივდივარ თბილისში და ანუ არ არის პრობლემა ხო აქ თქვენი გადმოსვლით რამდენიმე საქმე გაკეთა მე მგონი ის რომ ახლა სად ურბანულ გარემოში ხელოვანის ყოფა და სად ისეთ გარემოში სადაც ყოველი დილა ახალი რაღაცა ეს არის ხო მაგრამ ხშირად ვეუბნები არა თბილისში და სტუმრები რომ მოდიან სხვა ქალაქები და რა ბედნიერება არის იმში და სიწყლარე და ჩემს მაგალითზე იმათაც სულ ვეუბნები ხოლმე რომ ეს სიგიჟე უფრო მამშვიდებს კი არა მაგიჟებს ხო ანუ ზედმეტად ალბათ არც ის ვარ ის ქაოსი და ზედმეტი სიმშვიდე კიდე იწყოთ ხელს აი მაგალითად ესეთი გარემო ხელოვნები ანუ თქვენი რაღაცა შემოქმედებაში
თუ არა, ჩემთვის ახლა თბილისში ვიქნები თუ სადღაც დიდ მეგაპოლისში თუ უფრო სოფელში მთავარია გონებაში რა გაქვს და როგორ აზროვნებ და რას აზროვნებ, ხო? ხა ეს სიმშვიდე და ქაოსი. ფერები რაღაცები არაფერს არ ცვლის. არა. ხო, დიდად არაფერს არ ცვლის. ეს ახლა ის არის ინდივიდუალური, იმიტომ რომ მსმენია ალბათ, ხო, ბევრი ადამიანი. ხო, ყველას თავის ეს აქვს, ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაღაცა არის. შეიძლება იცით რა არის ეს ახლა უკვე რომ ყოველდღიურობა არის თქვენი, შეიძლება ანუ ამ ემოციას დიდად აღარ იწევს. ხო, შეიძლება ეგეც არის რა, რაღაც ფაქტორი არის მაგისი. უკვე სულ რაღაც ერთი და იგივე ერთი გარემო, სულ სიმშვიდე და ამ დროს ხანდახან უფრო გაბრაზება მინდა ხოლმე და ყვირილი ამ სიმშვიდეში. და ამ აი როცა გაბრაზება გინდათ და ყვირილი რაღაცა თქვენი შემოქმედებით ხო, რა თქმა უნდა, ხო. ხო, ამ თავისი რაღაცა გამოწვევი. ხო, მე სულ ვამბობ ხოლმე რომ რაღაც შეკითხებს იმას რომ მისვავე ხოლმე რომ აი ძირითადად ანუ ერთიანად ერთი სიტყვით რო ვთქვა მთელ შემოქმედებაზე არის პროტესტი, ხო? გამოჩნია და ეს პროტესტი ეს ჩემი ყვირილიც არის, ხო? შეიძლება გარეთ ვერ გავიდე და რაღაც ვერ ვიყვირო და არ ვიყვირო, მაგრამ ხო ჩემთვის თავარია ჩემ ნამუშევრების საუბრობ. გარდა იმისა, რომ თქვენ ამ რაღაც თქვენი ქანდაკებებს ქმნით ტილებს, თქვენ ასევე მუზეუმში მუზეუმში მუშაობთ. აი რა სიტყვით, რამდენად არის აქტიური ამ მიმართულებით ცხოვრება რაჭაში, რამდენად არიან განსხვავებები სხვათა შორის ხო ნუ უბრალოდ აი როდესაც ტურისტული სეზონია ხოლმე რაღაც გაზაფხულიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე ბოლომდე მაინც არის და სხვათა შორის ბევრი გამოფენებიც გაკეთებულა იყო მაგალითად ჩემთვის სააბაყოა რომ ის გამოფენა რომელიც აქ დაუგეგმე და ჩავიფიქრე და განვახორციელეთ ახალგაზრდა არტისტია შოტიკო აფციური წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა და რაღაც ბევრი გამოხმაურება და ეს ცნობადობა გაიზარდა თავისთავად მუზეუმის. ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც აი თბილისთანაც მოვიწვიო უფრო მაინც მე ვცდილობ რომ რაღაც ახალი თაობა მოვიდეს, იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნება, სხვა ხედვა და უფრო ჩემთვის უფრო საინტერესოა. კი ბატონო. ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ თან ვცდილობ რომ დაეხმაროთ მათ რაღაც ნაბიჯებს. ხო და სხვათა შორის აი ვისი გამოფენას გავაკეთეთ, ნუ ახალგაზრდა თაობის ყველა წარმატებულია. ხო რაღაც ფეხბედნიერი გზა ხოლმე მუზეუმიდან ჩვენი მუზეუმიდან. ძალიან კარგი. ყავს რაჭაში ესეთი ახალი თაობა ამ მიმართულებით? ხო, აი ამ პროლაურში არ ვიცი, მაგალითად შემიძლია ვთქვა უნის მაგალითზე, რომ იქ აი ნამდვილად არიან რაღაც თითქმის წელიწადი არ გავარო, სამხატვრო სკოლა არის და იქ სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულება სამხატვრო აკადემიაში არ გააგრძელო სწავლა 3-4 ბავშვებმა. ეხლა ძალიან ბევრს ვიცნობ, მეგობრობ ამ ბავშვებთან ძალიან მიხარია, ჩემთვის ბავშვები არიან ხო და აი რაღაც აი სხვა აზროვნების, სხვა ხედვის არიან და რაღაცა მეამაყება რა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიშველება აქვს უნიკება ამ პროლოგს. ხო, რაჭა და საქართველო ერთია, ხო და სამომავლო გეგმებზეც რო გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. სამომავლო გეგმები ახლა კონკრეტულად ეს გამოფენა დავამთავრე ახლა სექტემბერში და ჯერჯერობით, ნუ რაღაც საუბრები არის, ნუ ბათუმზე, ისე თბილისზე, მაგრამ ახლა წინასწარ არ ვიცი, მთავარი ჩემთვის მაინც არის რომ ვიმუშაო. ყველას დიდი გეგმა ეგ არის ჩემთვის. რომ არ გავჩერდე. კი, ძალიან სასიამოვნოა და ველოდებით ჩვენ. ახალ ნამუშევრებს. უფრო ამ ქანდაკების მიმართულებით თუ უფრო ტილოს? უფრო მაინც ფერწერა და გრაფიკა ჩემთვის უფრო გაცილებით სერიოზულია.